ეს არის პატარა მოდო. აი ეს. თვითონ მოვიდა. ერთ დღეს შემოცუნცულდა ჩვენთან ოთახში. პირდაპირ. და ასე აღმოჩნდა ჩემთან. ძალიან პატარა ეშმაკუნაა. არის წელიწადზე მეტის, მაგრამ პატარაა რა ვიცი. ესეც. ეს კესოა. ეს ნოდოა რა ვიცი. 20-ზე მეტი არიან. დილით, პირველ ყოვლისა მისახედია ეს ჩემი, ასე რომ ვთქვათ, მრავალრიცხოვანი, ძაღლური და კატური მოსახლეობა. მოდი შაკო, მოდი, კაი, პატარა. მე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხები, მე უკვე საღამოსკენ ძირითადი საქმე არის, რომ გავიგო მსოფლიოში რა ხდება, ფრონტზე რა ხდება და ეს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღო, სანამ დავიძინებდე და მე რა თქმა უნდა პარალელურად ისევე აი მოსახლეობაზე ვფიქრე. საქმე არის ძალიან ბევრი. თან ეს მაინც სოფლის სახლი როა და მცენარეებია რაღაცა ყველაფერს ყურადღება უნდა და ძალიან ძნელია რომ რაღაც მოესწროს. საღამო მშვიდობის დღეს თავგადასავლის სტუმარი თამრიკო ჩხეიძეა, ქალბატონი, რომელმაც საბჭოთა მარწუხებთან ბრძოლა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ დაიწყო და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ძალიან რთული გზა გაიარა. საღამო მშვიდობის კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენს პირად სივრცეში მიგვიღეთ და რაღაცნაირად იმ ბობოქარი წლების შემდეგ ესეთ მშვიდ გარემოში თუ გნახავდით არ მეგონა. ეს არის თქვენი ყოველდღიურობა, ქალბატონ თამრიკო? კი, ეს არის. 7 ახლა რამდენად არის, არ ვიცი. კი, ბუნების ხრი რომ ბუნებაში ვარ, მაგ ხრი კი, მაგრამ სიმშვიდე არ არის, თუნდაც იმიტომ რომ ეს ყველაფერი აქამდე აღწევს, ხო? ცნობათა გავრცელების საშუალებებით და ასე შემდეგ და ისედაც ჩამოვდივარ ხოლმე და თანაც ხედავთ რომ ბევრი ცხოველებია. ძალიან კი. მაგრამ ბუნებას მაინც რაღაც თავისი დადებითი აქვს. კი, თანხმებით. აი სანამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე ამ ცხოვრების თქვენს ძალიან ესეთ საინტერესო თავგადასავლებზე ვისაუბრებთ. მინდა რომ აი ბავშვობაში დაგაბრუნოთ თქვენი ბავშვობა როგორი იყო ის პერიოდი რომელზეც რაღაცა თითქმის ყველა ადამიანი მაინც უდარდელ პერიოდად იხსენებს. კი, გამონაკლისის შემთხვევების გარდა მართლაც ყველა ადამიანისთვის სანატრელი პერიოდია და ჩემთვისაც ესეა პრინციპში ცხოვრებაში ყველაზე მეტად თბილად მახსენდება ბავშვობის ზაფხულები. იმიტომ რომ ზაფხულში დიდი ხნით მივდიოდით ხოლმე ჩვენ დასასვენებლად, როგორც მთაში, ასევე ზღვისპირასაც ხშირად მივდიოდით და დიდი ამბით უცდიდი იმ პერიოდს, როცა გავიდოდით ხოლმე ბუნებაში და ამიტომ ეს ყველაზე კარგ პერიოდად მახსენდება. აი მშობლებთან ურთიერთობის ყველაზე დასამახსოვრება ესეთი ეპიზოდებიდან, აი რა გახსენდებათ და როგორი ურთიერთობა გქონდათ ბატონ რეზოსთან, მამასთან, დაყვებოდით ხოლმე გადასაღებ მოედანზე? ძალიან ნაკლებად თუ არ ჩავთვლით რომ თქვათ მე კი არ დავყვებოდი, მაგრამ თქვათ პატარა რომ ვიყავი და იღებდა ჯარისკაცის მამას
იქ რაღაცა საომარ არ მოქმედა რაღაცებს მოკლედ ეგ იღებდა მაგას ბალტიისპირეთში და მაშინ ჩვენც იქ წაგვიყვანა თვითონ ბალტიისპირეთში რომ ზაფხული დაემთხვა იქ ვისვენებდით ერთ-ერთ ზღვისპირა სოფელში დარზინო ერქვა მახსოვს პატარა ვიყავი მაშინ 4 წლის მეგონი ხო თორე ისე როგორც ასეთი როგორ გითხრათ ჩემი ინტერესები როცა გამოიკვეთა მე არ მქონდა ის ინტერესები ვთქვათ განსაკუთრებული ახლა როგორც ყველა ადამიანი ახლა კინოს ხანდახან უყურებდა რაღაცა მაგრამ ეს არ არის ჩემი სფერო ასე რომ ვთქვათ და მაინდა-მაინც მე ამით დაინტერესებული არ ვიყავი ხოთა შორის მიკვირს იმიტომ რომ როგორც წესი აი რეჟისორების მსახიობების შვილები მაინც უფრო ესეთი დაინტერესებულები არიან კინოთი, თეატრით, გადასაღები მოედანი. ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევისთვის, აი ჩემთვისაც კი ძალიან საინტერესო იყო. ხო, არა, მე არასდროს არ მქონია ეგ ინტერესი, თავიდანვე რაღაცა უფრო სხვა. თუმცა თქვენი ამბავი მოხვდა კინოფილმზე, აი ცხელი ზაფხულის 3 დღე. თქვენი პროტოტიპი იყო ხო ეს? ასე მოარული ხმებისგან ვიცოდი თავის დროზეც და ეხლაც. უბრალოდ თავის დროზე არ ვიცოდი, მე გავიგე ეს ამბავი. ეს რა ანგელოზი მოგვევლინა, ა? ო, ანგელოზი. ეს ანგელოზი? გამრიგოა. გამარჯობა. აი ახლა კი მესმის. რატომ იტაცებდნენ ქართულ ქალებს და მიყავდათ სპარსეთში? ვერ გამტყუნებ. ქალბატონ თამრიკო, აი ამოვიკითხე, რომ საკმაოდ პატარა ასაკში გამოხატეთ თქვენი განწყობა ამ საბჭოთა კავშირის მიმართ. და თქვენს კლასელს თუ არ ვწდები, ჩამოგლიჯეთ ეს რაღაცა კომკავშირის ნიშანი. ხო. აი ეს რატო გააკეთეთ? ანუ რამდენად იყო იმ ასაკში ეს გააზრებული? არ მოგეწონათ გააზრებული მქონდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ადრე მაგასაკში კი არა, ნუ ბევრად ადრე ჯერ ერთი ოჯახში მესმოდა განსაკუთრებით ჩემი ბებიისგან მესმოდა განსაკუთრებით რომელიც 37 წლის მსხვერპლი იყო ასე ვთქვათ ოჯახი მისი ყოველთვის მესმოდა კომუნისტების აუგად ხსენება ასე ვთქვათ ხო და ცოტა არ იყოს თავიდან მიკვირდა იმიტომ რომ ახლა ვთქვათ საბავშვო ბაღში და სკოლაში სხვა რამეს გვეუბნებოდა და ხო და ეს რომ მესმოდა და მე თანდათანობით გავიგე რომ საქართველოს იყო დაპყრობილი რუსეთის მიერ და როგორღაც არც კი ვიცი რომელი წლიდან აი როგორღაც აი ესე გამოიკვეთა ჩემში ეგ აზრი რომ საქართველოს რომ ესე იგი ჩემი მთავარი ასე რომ ვთქვათ მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. თავიდან ძალიან უარყოფითად განვეწყვე ერეკლესსადმი ну ახლა მის სიმნაბიც ახლაც უარყოფითად ვაფასებ რა თქმა უნდა მაგრამ ну ახლა მას სხვა მხარეებიც ჰქონდა და როგორც მეფე სხვა მხრივ წარმატებული იყო მაგრამ ну მაგ ხრი მართლაც უარყოფითად ვაფასებ ნაბიჯის მიერ რომელიც გადადგა თუმცა მას საქართველოს რუსეთთან არ შეუერთებია ცნობილია როგორც იყო და რაღაცაც იყო და ну პირველი აი ამაში გამოიხატა ჩემი ეს რომ ეს ძალიან უარყოფითად უყურებდი ამ მოვლენას რის შედეგადაც საქართველოს დამოუკიდებლობა დაკარგა და რაღაც გარკვეულად ანტირუსული განწყობაც გამინვითარდა. თუმცა შემდეგ ეს უფრო ანტიკომუნისტურში გადავიდა, ვიდრე ის რომ ზოგადად ანტირუსული, მაგრამ რუსეთის იმპერიის საწინააღმდეგო ძალიან. მე უკვე სკოლაშიც გამოვხატავდი ამას და ეს ინციდენტი უფრო კომიკური ინციდენტია, რა თქმა უნდა, თუმცა საკმაოდ საშიში რეაქციები ადამიანებისთვის თქვათ. რეაქცია მოყვა ის, რომ KGB დაინტერესდა ძალიან. იმ ასაკში, იმ პატარა ასაკში თქვენი? კი, არა, ნუ ხო მაშინ როცა ეგ ინციდენტი მოხდა, უკვე ძალიან პატარა ალბათ არ ვიყავი, იქნებოდა ალბათ მერვე თუ მეცხრე, არ ვიცი ახლა რომელი კლასი, როცა უკვე კომკავშირის რომელ კლასში იღებდნენ, აღარ მახსოვს, რომ მე არ შევსულა კომკავშირში, მაგრამ ხო და უბრალოდ გავღიზიანდი ამ ლენინის თავის ყურებით და ჩამოვგლიჯე და მე ეს გახმაურდა. დაინტერესდა KGB და მშობლების დაბარება და არა ბავშვები არ დაუბარებიათ ნამდვილად, მაგრამ ისე ატყდა მთელი აურზაური და სკოლის დირექტორმა, რომელიც ამავე დროს ისტორიას გვასწავლიდა, სხვა შორის ის შეკლული მყავდა ხელში იმ გაგებით, რომ რაღაცებს რო ამბობდა. ნუ ახლა ისტორიას უფრო შეხება ხო ამ მოვლენებთან და მე გამოხატავდი ხოლმე პროტესტს, რომ ეს სიყალბეა, ეს ესე კი არ არის ნამდვილში ესია და ასე შემდეგ და
ერთხელ კიდევაც ისე გაბრაზდა, რომ საერთოდ სულხუთოსანი ვიყავი, მაგრამ ისე გაბრაზდა ამ ჩემი გამოსვლებით, რომ დღესაც შენახული მაქვს რაღაც უზარმაზარი ორიანი ჩამიწერა დღიურში. ხო და ეგეც მაგის გამო ახლა ამ კაცმა ესეთი რამე მოიფიქრა, რომ კგბ-ს უთხრა, რომ დაიბარეს. რომ ეს იმიტომ კი არ გაუკეთებია ამ ბავშვს, რომ გამოხატავდა რაღაც ანტილენინურ თუ ანტისაბჭოთა განწყობას, არამედ პირიქითო ამ ბავშვს, ვისაც ჩამოგლიჯეს, ამ ბავშვს ოთხიანებიც ერიაო ნიშნებშიო და ამიტომ უთხრაო, რომ შენ არ ახარ ღირსიო ამის ტარებისო, ახან ოთხიანი გირევიაო და ამიტომ ჩამოგლიჯა ეს ისაო, რომ ამით ესე კგბ-ს რაღაცნაირად აგრესია შეენელებია. ხო, ნუ ეგ ცოტა კომიკური სიტუაცია დარჩა ასეთი ჩემს მეხსიერებაში. მაგრამ იმ დროიდან კგბ უკვე ასე რომ ვთქვათ, თქვენით დაინტერესებული. ხო, დაინტერესებული იყო უკვე მერე სულ. როგორი იყო ამაზე თქვენი აი მშობლების რეაქცია, აი თუნდაც იმ ინციდენტზე, რაზეც ვისაუბრეთ? ისიც რა არის, ხა მე არ მახსოვს, რომ რაღაცა ეთქვათ გაბრაზებული იყვნენ და გამოეხატათ პროტესტი ზოგადადაც, აი მე უკვე დაინტერესებული ვიყავი ამ ამბებით და იცოდნენ ესა და კი ეშინოდათ, მაგრამ რომ გამოეხატათ პროტესტი და რაღაცა აეგრძალათ ჯერ ერთი ძალიან ისეთი ხასიათი მქონდა, რომ რაც მინდოდა ყოველთვის დამოუკიდებელი, არა, დამოუკიდებელი ბავშვი არ ვიყავი, სხვა შორის იმ გაგებით არ ვიყავი დამოუკიდებელი, რომ ძალიან საყოფა ცხოვრებით ვთქვი, ძალიან დამოუკიდებული ვიყავი მშობლებზე და მათ გარეშე ვერ ვძლებდი და ასე შემდეგ, მაგრამ აი აზროვნების მხრივ ვიყავი დამოუკიდებელი და თქვათ ისეთ რამეს არ გავაკეთებდი, რაც არ მინდოდა. ამიტომ აგრძელოს არც ექნებოდა აზრი, მაგრამ არც ქონიათ უარყოფითი დამოუკიდებლობა, უბრალოდ ეშინოდათ ცხადია. აი ამ ყველაფერს მოყვა თქვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის რთული გზა. თქვენს მეგობრებთან ერთად იყავით ყველა იმ მნიშვნელოვანი ამბის ეპიცენტრში, რაც იმ პერიოდში ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ხო? როგორი იყო იმ დღეების ემოციები, აი ამ გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებთ იმ დღეებს? რა ვიცი, როგორ გითხრათ. ვეძებდი სხვა შორის უკვე სკოლის ასაკში თანამოაზრეებს, რომ რაღაც ორგანიზაცია შემექმნა ამ ბიზნესთვის საბრძოლოდ, მაგრამ და რაღაც ორგანიზაციის რაღაცა მცდელობა იყო, მაგრამ ძირითადად ეს უკვე განხორციელდა უფრო სტუდენტობის პირველივე წლებში. და ორნაირი იყო ჩვენი საქმიანობა, ერთი იყო ღიად, აი რასაც დისიდენტობა რაც ერქვა მაშინ, ესე იგი, რაც ოფიციალურად გამოვხატავდით, ну, იგივე აფხაზეთის საკითხზე, ენის საკითხზე, ძეგლების დაცვის საკითხზე, მაჰმადიანი ქართველების სხვადასხვა საკითხები იყო, რომელიც იგივე დავით გარეჯის საკითხი და სხვადასხვა საკითხები იყო, რაზეც ვრცელდებოდა ეს ღიად პოზიციის გამოხატვა, მაგრამ იყო ამავე დროს ასე რომ ვთქვათ, იატაკქვეშა საქმიანობა ანტისაბჭოთა სახის, რომელიც წლის თავი იყო ეგ ოქტომბრის რევოლუციის 70 თუ რაღაც არის. ხო, ალბათ. მოკლედ რაღაც ის იყო თარიღი, რომელთან დაკავშირებითაც გავავრცელეთ პროკლამაცია. ნუ პროკლამაციებს რაღაცა ესეთი კუსტარული სახით სახშივე ვამზადებდით და ვავრცელებდით. ეს გადავყარეთ მისი დემონსტრაციის დროს და ნუ მოკლედ ამან დიდი ამბები გამოიწვია მერე და გამოძიებები და ასე შემდეგ და ვერ გებულობდნენ საიდან როგორ მე აღმოჩნდა რომ ვიღაცამ ჩაგვიშვა ასე რომ ვთქვათ და დააპატიმრეს ჩვენი ჯგუფის ის წევრი, რომელიც დასრული იყო, ჩვენზე ბევრად უფროსი იყო და სტუდენტები ვინც ვიყავით, დააპატიმრებას მოერიდენ, არ აწყობდათ და გვიბარებდნენ კგბ-ში. ქალბატონ თამრიკო, დღეს როცა უყურებთ ახალგაზრდებს, ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს, სტუდენტურ მოძრაობებს, რომლებიც აი ბოლო პერიოდი საკმაოდ გააქტიურდა, ხო? ავლებთ პარალელს. რაღაც თვალსაჩინო ეხლა კიდევ უფრო ძნელია ამ სიტუაციის დაძლევა. საერთო ისაა, რომ მაშინ მტერი ფაქტურად იგივე მტერი დარჩა და არამცნუ მაგ დროისთვის ერთი და იგივე კი არა, რა ვიცი, უკვე მე უკვე 2 საუკუნეა ამ ერთი და იგივე ვერ მოვიშორეთ თავიდან.
ასე რომ საერთო რაღაცებიც არის და რა თქმა უნდა გარკვეული სპეციფიკაც არის. რას ურჩევდით ამ ახალგაზრდებს? რა ჭირდება ახალგაზრდას იმისთვის, რომ აი გვესმის ხო მოწოდებები აჯანყდი, გამოდი, არ შეეგუო, აი გარდა ამ ყველაფრისა, რაც თავადაც აქვთ გააზრებული ხო, ჩემი აზრით, ჩემი აზრით ძალიან ხო, ზუსტად იციან მიზანი. აი თქვენ რას უჩვენებთ? დავფიქრეთ, მე ისიც მასაც კი ვიტყვი, რომ გაცილებით მეტად მომწონდა და უფრო გონივრულად აღვიქვამდი მათ მიერ მართულ აქციებს. ძალიან გონივრულად და ესე ზომიერად და ბრძნულად და თავად მთავარია სულად უკომპრომისოდ ამავე დროს წარმართავდნენ ამ აქციებს. მე ვამბობ წინა ეტაპზე. გაზაფხულის აქციებს. ხო, გაზაფხულის აქციებს გულისხმობ და იმის წინა გაზაფხულის არა იყო ხო? იმის წინა გაზაფხულსაც იგივე იყო რუსული კანონის ამბავი, რომელიც მე კიდე შემოიტანეს და განსაკუთრებით აი ბოლო გაზაფხულის ამბები აი აქტუალებული ვიყავ, იცით? აი რაღაც თითქოს მოხდა, რაღაც ასეთი რამები მხოლოდ განსაკუთრებულ მომენტებში ხდება, იმიტომ რომ სულ ასეთი მარტო ახალგაზრდებზეც არ ვამბობ, სულ ასეთი თვითშეგნება რო ქონდეს ქართულებს, როგორც მაშინ გამოავლინა, აქამდე არც მივიდოდით რა დღეშიც ახლა ვართ და იგივე ეს ხელისუფლებაც ვერ მოვიდოდა ეს რუსული ხელისუფლება, რომელიც სრულიად ნათელი იყო თუ ადამიანს უნდა დანახვა, რომ თავიდანვე რუსული იყო, სხვა ეტაპები იყო და რუსეთიდან შეკვეთები სულ უფრო და უფრო ასე რომ ვთქვათ გაბედული ხდებოდა და მეტი მომთხოვნით, თორე რუსული ეს ხელისუფლება ყოველთვის იყო და ამას იმიტომ ვამბობ, რომ აი კარგად წარმართავდნენ ამ პროცესს. ვერც წარმოვიდგენდით ვერასოდეს, რომ თქვათ აი ამ ეტაპზე ისტორიის შეიძლებოდა ხელისუფალი გამოსულიყო და ეთქვა, რომ პარტიები უნდა აღვძალოთ, არასამთავროები უნდა აღვძალოთ, ტელევიზიები უნდა აღვძალოთ, მედია დამოუკიდებელი არ უნდა არსებობდეს. ფაქტიურად გაამჟღავნა ის გეგმაც, რომელიც რა თქმა უნდა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ახლა ზედაპირზე ამოტივტივდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კი ბატონო საზღვრების ცნობის გეგმაც ფაქტიურად გამოაცხადეს, რომ ამიტომ გვინდა უმრავლესობა, იმიტომ რომ იქ აღნიშნულია განიყოფილება ტერიტორიის და დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ და ერთიანობა. ამისთვის გვინდაო აი ეს რომ შეცვალონ ეს ისა, გარდა ამისა კიდევ იმისთვისაც უნდათ რომ იქ აღნიშნულია ატლანტიკური და დასავლური ორიენტაცია კონსტიტუციაში. ამას ყველაფერს თუ ღიად ადამიანი იტყო და ამას არჩევნების წინ რომაც კონდეს თქვათ რომელიღაც ბუნებით დიქტატორ ადამიანს ეგეთი მიზანი, ამას ღიად არავინ არ ამბობს, გასაოცარი მოვლენა იყო. პირდაპირ. მიუხედავად ამისა, არ იყო ქართული საზოგადოების რეაქცია ისეთი მწვავე, როგორც უნდა ყოფილიყო. იყო და ბოდიში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ეს იყო საოცარი რეაქციო, მაგრამ ამის შესაბამისი არ იყო, თორე უარყოფითი რო იყო რეაქცია, მკვეთრად უარყოფითი. ეს სრულიად ნათელია. ხო და აი რაღაც განსაკუთრებულ მომენტებში ხდება ის, რაც მოხდა გაზაფხულზე. აი თითქოს ინკარნაცია მოხდა აი ქართული სულის ეროვნული წინააღმდეგობის სულის ინკარნაცია იმ შემთხვევაში მოხდა აი ამ ახალგაზრდებში განსაკუთრებით თელერში, მაგრამ განსაკუთრებით იმ მომენტში მასში. იმიტომ რომ არის მომენტები, რომ თითქოს უარესით შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ ის რეაქცია არ ქონდეს. და რა ვიცი, ნახოთ რა იქნება მაინც. ძალიან ძიმე მომენტში ვართ ახლა და საბოლოოდ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენზეცაა დამოკიდებული, მაგრამ ძალიან დიდად ვართ დამოკიდებული მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე ბრძოლაზე. შეიძლება ითქვას, რომ ახლა უკვე ამ ბრძოლას ასეთი მნიშვნელობა აქვს სიკეთესა და ბოროტებას შორის. ეს ძალიან თავისებური, ძალიან კრეატიული აქციებია, რის გამოც მოხერხდა თუნდაც აქამდე აი ამისი მოტანა და გაგრძელება. აი მაგალითისთვის მოვიტანოთ, რომ ხელისუფლებას ძალიან დიდი იმედი ჰქონდა ახალი წლის, რომ ახალი წელი თავისთავად გამოიწვევდა ხალხის სუფრასთან მისვლას და ჩვეულებრივ ძალიან პასიური დროის დადგენას. მაგრამ მოახერხეს ჩვენმა
ახალგაზრდებმა და არა მარტო ახალგაზრდებმა მოახერხეს ის, რომ პირიქით სწორედ იმას, რასაც უნდა გაეწოვა ეს პირიქით, ის გამოიყენეს იქით და კიდევ უფრო ამაღლეს და ახალი ფორმა მისცეს მოძრაობას. აი ესეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ აი ამ ახალგაზრდებში განხორციელდა ის წინააღმდეგობა, რომელიც ერს უნდა გაეწია აი ამ უბედურებისთვის, რომელიც გვემუქრება. და აი სწორედ მათი ხელით მიმდინარეობს, ძირითადად არა მარტო დროესაყოველთაო მოძრაობა, მათი ხელით მიმდინარეობს გადარჩენისათვის ბრძოლა შეიძლება ითქვას. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რა პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, ერთ-ერთი სიცოცხლე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის ქალბატონი ზია მაღლობელის და რა თქმა უნდა გზა, რომელიც არის მნიშვნელოვანი, რომ მართლა გამოვძვროთ ამ მდგომარეობიდან ახალი არჩევნების დანიშვნა. აი ეს ორია მთავარი მოთხოვნა და უნებრივია მე მთლიანად ვიზიარებ ამ მოთხოვნას. ეს ბრძოლა ფაქტიურად მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს. პუტინისსა და თავისუფლებას შორის. საქართველოსთვის ბრძოლაც იგივე ბრძოლაა. ამიტომ გასტანა ამ ასე რომ თვითონ მსოფლიო მასშტაბით, გლობალური მასშტაბით გაიჭიმა ეს პროცესი. უნდა დავუბრუნდე ისევ თქვენს თავგადასავლებს, არც თუ ისე სასიამოვნოს, აი ციხეში გატარებული 2 წელი, მინდა რომ გაიხსენოთ, 23 წლის იყავით. აი პირველი ემოცია, პირველი დღეები როგორი იყო? თუ გეგონათ, რომ აი 2 წლის განმავლობაში მოგიწევდა თქვათ ციხეში გატარება დროის, ელოდებოდით ამას, არ ელოდებოდით, აი ეს ყველაფერი, ეს ემოცია რო გაიგეთ, რომ აი 2 წელი უნდა იყოთ ციხეში. იცით რა, თავიდან რო დაგვაპატიმრეს, ძალიან მართლა კოშმარულად მახსოვს ეს დღეები. იცით რა, სანამ ვიყავით 15-16 წლის, ეს უფრო რომანტიკულად წარმომედგინა ეს დაპატიმრებაც და მართლა გითხრათ, დიდად არც მეშინოდა მაშინ, მაგრამ ნუ ახლა უკვე აღარ ვიყავი 15-16 წლის 23 წლის ვიყავი და პირველი და არასოდეს სახს არ მოვცილები ვარ და მშობლებს არ მოვცილები და ეს მძიმე სტრესი იყო ნამდვილად პირველ დღეებში. მე ნელ-ნელა ხდება ამასთან ადაპტირება, რა თქმა უნდა, ადაპტირება ხდება და საოცარი რა მოვლენა იყო, იცი, კი იყო, თქვათ, უფრო სანამ გადაგვიყვანდნენ სამართველო ერქვა თუ რაც იქიდან და მე რო იქ კი იყვნენ რაღაც ისეთი აგრესიული ვიღაცები, მაგრამ აი რო გადაგვიყვანეს ციხეში სასტიკად იგრძნობოდა, იცით რა, პირიქით ძალიან დიდი თანაგრძნობა იქ თანამშრომლების მხრიდან, იგივე სხვათა შორის ციხის უფროსის მხრიდანაც. კი, რომელიც ნუ ესე იყო ასეთი გაბუნია იყო ასეთი მაშინ. აშკარად ყველა ისინი თან ახალგაზრდები მუშაობდნენ, მაშინ იურიდიულზე ვაბარებდნენ, ჭირდებოდათ რაღაც პროფილით, რაღაც სამუშაო თუ რაღაცა და ჩვენი ტოლები მუშაობდნენ, ასე რომ ვთქვათ, ჩასაბარებლად ჭირდებოდა და ჩვენი ტოლები მუშაობდნენ და ამიტომ აი ეს გარემო და სხვათა შორის პატიმრებისგანაც კი იგივე შეიძლება ითქვას, ნუ კრიმინალურ საკითხებზე დაპატიმრებულებისკენაც კი იგრძნობოდა თანაგრძნობა აი ამ საქმისადმი, რასაც ჩვენ რის გამოც ვიჯექით. ძალიან თანაგრძნობა იგრძნობოდა და მეგობრული დამოკიდებულება. ხო, და ნუ როდესაც არის ადამიანებისგან ეს თანაგრძნობა, მე ნაკლებად გიჭირს ადამიანს ალბათ. აუცილებლად უნდა გკითხოთ, რა თქმა უნდა, ბატონ მერაბ კოსტავასა და ბატონ ზვიად გამსახურთიასთან თქვენი ურთიერთობის შესახებ. აი, როგორ შედგა ეს პირველი შეხვედრა, როგორ გაიცანით ისინი? პირველი შეხვედრა მე დაპატიმრებამდე მაგ ორიდან მე ვიცნობდი მხოლოდ ზვიადს. ნუ ვიცნობდი როგორ, მე თვითონ რომ დავიწყე, რომ დავინტერესდი ზოგადად აი მოძრაობით და საქართველოს აი ამ პოლიტიკური ბედით და ასე შემდეგ დავიწყე მოსმენა უცხოური რადიო გადაცემების. პატარა, ნუ ჯერ სკოლის მოსწავლე რო ვიყავ ადრე. ხო და იქიდან შევიტყვე, რომ აი ესეთი ჯგუფი არსებობს თბილისში, რომ მათი ეს შეხედულებები, რაც მოვისმინე, ემთხვეოდა ჩემს შეხედულებებს და ჩემს სახლთან ახლოს ცხოვრობდა მაშინ რა, ნუ ახლოს ვაც სახლი მისი სახლი იყო ახლოს ჩემს სახლთან, ლარსზე ცხოვრობდი.
ხო და ვერაზე. ხო და ნუ ჩემ ძმას თხოვეს, უფროსი ძმა არის და თხოვე რომ მიმყევი მეთქი უნდა გავიცნო თქო რახან ასეთი ინტერესები ქონია მეთქი და ესა და 16 წლის ვიყავი მაშინ და ესე გავიცანი რა მივედით ჩვენ თვითონ. ძალიან გაეხარდა რაღაცა ისინი მომცა როგორც საზღვარგარეთ გამოცემული ლიტერატურა ასევე საქართველოში მათ მიერ გამოცემული ლიტერატურა და ნუ ასეთი იყო მაგრამ ასეთი ურთიერთობა გქონდა ახლა მაშინ პატარა ვიყავი და თქვათ იმ საქმეებში არ ჩამრთავდა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და მე მალევე ეგენი დააპატიმრეს საკმაოდ მალე იმ ჯგუფიდან კიდე რამდენიმეს ვიცნობდი მაგრამ ხო მერაბსაც შეეხება მერაბი უკვე პატიმრობის დროს ჩვენი ჯგუფი ზოგადად ცდილობდა რომ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას მოვითხოვდით პროკლამაციებსაც ვავრცელებდით ამ საკითხზე მუდმივად საქმის ყურში ვიყავით და ასე შემდეგ ესეთი იყო ნუ მე უკვე გამოსვლის შემდეგ გავიცანით ცხადია მე უკვე სხვა რთული მოვლენები იყო და თქვათ იყო წინააღმდეგობრივი ურთიერთობებიც იგივე ზვიათთან იყო განსხვავებები და ასე შემდეგ. არ მევიდ ბოლომდე გეშინიათ მოსმენის ყველაფრის, მაგრამ არ უნდა გეშინოდეთ. ეს არ არის ჯერ მკითხება როგორც ასეთი ბოლომდე, მაგრამ აი მე ყოველთვის არ ვიცი შესაძლებელია ოჯახიდან გამომდინარე. შემდეგ უკვე რაღაცები რომ წავიკითხე ეს რაღაცა ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა მერაბ კოსტოვოს მიმართ. ეს რაღაცნაირად ჩემთვის იყო ბევრად უფრო სხვა ტიპი, ვიდრე ზუსტად გამსახურდია რა. ხო არა, სხვადასხვა ხასიათის რა თქმა უნდა ადამიანები იყვნენ და ძალიან გასაგებია. და მგონია რომ რაღაც ცოცხალი რო ყოფილიყო, რაღაცეები უფრო სხვანაირად განვითარდებოდა რა. ხო, ყოველ შემთხვევაში ის სცენარი, რომელიც განხორციელდა, იმ სცენარისთვის შეიძლება ითქვას, რომ ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა. წარმოადგენდა ხელშემშლელ ფაქტორს. ესე იგი ბორითის ტრაგედია იყო, არ ვიცი, საქართველოსთვის იმ პერიოდში ყველა ადამიანისთვის თავზარდამცემი მოვლენა. მე პატარა ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. აი, რა მოხდა მაშინ იქ ქალბატონ თამრიკო? მე უკვე დროთა განმავლობაში რაღაცა იქ უაზრო რაღაც ჭორების გავრცელებაც დაიწყეს თქვენთან მიმართებაში. აი ის პერიოდი მინდა რომ გაიხსენოთ და ნუ რა მოხდა ზოგადად. ფაქტების ლოგიკიდან გავამდინარე არ იყო ეს შემთხვევითი ასე რომ ვთქვათ რაღაც. ნუ ეს ეჭვი თავიდანვე არსებობდა. რა თქმა უნდა და ნუ რაც ვიცი ყველაფრის მიხედვით 90 ნუ ახლა 100% ამ ქვეყანაზე ადამიანი ვერაფერს ვერ იტყვის ბუნებრივია და 99%-ით ნამდვილად დარწმუნებული ვარ რომ შემთხვევითი არ ყოფილა. თქვენი ჯექით ხო საჯესთან? საერთოდ აქედან რომ წავედით თბილისიდან. საერთოდ გათვალისწინებული იყო მარტო ჩემი და ზურაბ ჭავჭავაძის და კიდე ჩვენი 1-2 წევრის წამოსვლა ჭავჭავაძის საზოგადოების. მერაბის წამოსვლა გათვალისწინებული არ იყო, იმიტომ რომ ნუ უშუალოდ კი ეგ ჩვენი წევრიც იყო ჭავჭავაძის საზოგადოების, მაგრამ ნუ კონკრეტულად მე და ზურა ვიყავით იმ შეკრებაზე აუცილებელი ჩვენი დასწრება იყო და მაგრამ მან თვითონ რომ გაიგო რომ ქუთაისში მივდიოდით იქ მიმდინარეობდა იმ დროს რაღაც ჯარში გაწვევებთან დაკავშირებული აქცია. ჩვენი საზოგადოების არა, სხვების და მე იმასაც ვნახავო, მაინტერესებსო მაგ აქციაზე. ამიტომ ვარენ წამოვალო ქუთაისში, არაფერი ისეთი ხელს არ მიშლის არაფერი და წამოვალო და აი ესეთნაირად მოხდა, თორე თავიდან ჩვენი წასვლა იყო მარტო გათვალისწინებული, მაგრამ ნუ მე რახან მოხდა ისე რომ სამივე იქ ვიყავით. დარწმუნებული ვარ რომ დრო და საშუალება ჰქონდათ, რომ იქ მე რაღაც მანქანაზე რაღაც გარკვეული ზემოქმედება მოახდინეს. აქედან რომ წავედით ზურა იჯდა, საერთოდ როცა ერთად ვიყავით რაიმე საქმეზე წასული და ზურაც იყო, ყოველთვის ზურა ჩდებოდა რულთან, მაგრამ ისე მოხდა ახლა როგორც იყო მაშინ ხო და ახლაც ესეა საქართველოში ხო, რომ როცა ჩახვალ რაიონში და საქმეზე და ის იქ აუცილებლად გეპატიჟებიან პატივცემს რაღაცა და ამიტომ ნუ იქ სასმელიც რაღაცა და ამიტომ ვეღარ დაჭდა ასე რომ ვთქვათ რულზე და იმ ღამეს იქ დავჭით.
არ იშვებოდა ბენზინი, რაღაც ისეთ პერიოდი იყო და მაგიტომ მოგვიწია დარჩენა. და დილით წამოვედით ადრე. ხო და ნუ მე ჩემი აზრით ეს ასეთი ტექნოლოგია იყო, რომ რაღაც მე მითხრეს რაღაც გარკვეული წყაროები და რომ გაფუჭებული იყო როგორც ჩანს ტორმუზის რაღაც ესეთი სამოხმეტო სისტემის რაღაც კვეთრი რაღაც საავარიო სიტუაციის შექმნის შემთხვევაში ნუ ეს ნივა იყო და ნივა მიდრეკილია გადატრიალებისკენ და კვეთრი მოძრაობის შემთხვევაში უნდა ამოტრიალებულიყო და ამოტრიალდა და მე მგონი ამისთვის გამოყენებული იქნა ჩემი ნუ ასეთი პირადი გამოძიების მიხედვით ასე ვიცი რომ ფოტოებიც არსებობს მაშინ ნახე რომ გადმოაგდეს ისა რა ქვია საბურავი დიდი სისწრაფით საბურავი გადმოგორდა და მე ყოველთვის როცა ეგეთი რაღაცაა გზაზე ყოველთვის მეშინია რომ ძაღლია გავიტანოთ რაღაცა და გადმოაგდეს ეს საბურავი და აღვიქვი მე შავ ძაღლად და დავატორმუზე და მე უკვე მოხდა ყველაფერი რაც მოხდა ადგილზე გარდაიცვალა ხლათ ადგილზე არა სხვათაშორის. აი გარ მახსოვს. მე როგორ აღმოჩნდი გარეთ არც ეს მახსოვს სხვათაშორის. ვიცი რომ პარპრიზი დაიმტრა მაგრამ დაზიანებები გქონდა. კი, ოღონდ ისეთ სასიკვდილო არ იყო. ის იყო ტვინის შერყევა და ჭრილობები თავზე. ხო და ცოცხალი იყო. მაგრამ ვერ ლაპარაკობდა და წინააღმდეგობას უწევდა უცებ მოსულ ძალიან უცებ მოვიდა სასწრაფო და რაღაცა ნემს უგეთებდნენ ორივე იყო უგონო მდგომარეობაში მაგრამ ეს თლათ უგონოში არ იყო მერაბი იმიტომ რომ წინა აი გამოხატავდა პროტესტს ნემსის გაკეთების მიმართ აი არაფრით არ უნდოდა მე იმ წუთში მართალი გითხრათ ნამდვილად ამ ამბიდან არ მოველოდი რაღაცას უფრო ფიქრობდი რომ იქნებ რამე უშუალოდ მეთქი და ის რო თქვა შეიძლება ესეც ყოფილიყო მიზეზით გზა ამისი არ ვიცი იმიტომ რომ მაგის შემდეგ უკვე ხმაღარ ამოუღია მანამდე აი პროტესტს გამოხატავდა უბრალოდ სიტყვებს ვერ ამბობდა ხო ეგეთი რაღაცა იყო და როგორც ისინი ლაპარაკობდნენ ზურას მდგომარეობა უფრო მძიმე იყო ვიდრე მისი მაგრამ საქმეში სხვანაირად მოხდა ის უცება ნემსის შემდეგ უკვე აღარ რეაგირებდა და მე უკვე რაც მოხდა რამდენიმე ხანში მოხდა და მაშინვე თითქმის იქ სამონტყოფოში მიგვიყვანეს ბორიჩი ხო და ზურას რაც შეეხება ზურა ფაქტიურად ნუ ერთი თვეზე მეტი ორი თვე იწვა სამონტყოფოში და სწორედ მას შემდეგ მოხდა რაღაც სამედიცინო სფეროში, რომლითაც უკვე რომ გამოიკვეთა, რომ ის ამ მდგომარეობიდან გამოძრა, ძალიან მძიმე მდგომარეობიდან გამოძრა. აი სწორედ მას შემდეგ დაემართა ეს რაღაც გარედან შედის თურმე ორგანიზმის B რაღაც თუ C თუ B თუ აღარ მახსოვს ზუსტად როგორ თავის დროზე ვიცოდი მაგრამ აი როცა უკვე ჩვეულებრივ პალატაში უნდა გადაეყვანათ მე დაემართა ესა და თან საერთო გარემოებებიც იყო მისი მკურნალი ექიმი გაქრა რამდენიმე დღით ადრე რაც მას შეყარეს და ასე შემდეგ და იცით ლოგიკურადაც შეუძლებელია რომ არ ესარგებლოთ ეგეთი მომენტით დასაკვირველია სამწუხაროდ ვერ დავიცავით მაგისგან. ხალბატონ თამრიკო, აი საკმაოდ რთული გზა გაიარეთ, ხო? თან საკმაოდ პატარა ასაკიდან იყო ეს ციხე, იყო დისიდენტური მოძრაობა, რაღაცა სუთვალთვალის ქვეშ იყავით. აი ბატონ რეზოს როგორი დამოკიდებულება ქონდა ამ ყველაფრის მიმართ? აი თქვენთან თუ გამოხატავდა თქვა თუ უკმაყოფილებას, მისი რეაქცია ამ ყველაფერზე როგორი იყო? იმიტომ რომ თუ არ ვწდები, რაღაც სხვადასხვა შეხედულება გქონდათ, ხო? ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ისიც ასე მკვეთრად სხვადასხვას ვერ ვიტყოდი, ეხლა ბოლო ხანებში, უკვე მისი სიცოცხლის ბოლო ხანებში იქ სხვა ფაქტორები ჩაერთო რაღაც გარკვეული ზემოქმედება მოხდა რაღაცების და რაღაც სხვა ფაქტორები ჩაერთო და თან ავად იყო უკვე და თორე რაღაცა იმ მკვეთრად სხვადასხვა შეხედულებები კი, ახლა შევარდნაძის მიმართ გქონდა სხვადასხვა შეხედულება, იმის უფრო ასე რომ ვთქვათ,
ლოიალურად იყო განწყობილი. ზოგადად ამ ფენას ახასიათებდათ სამწუხაროდ დიდ ნაწილს ესეთი. თორე თავის დროზე რაღაცა აიმის პირიქით მე გძნობდი რომ პირიქით მოწონდა ეს ამბავი. სხვათა შორის თავიდან აი სხვა ლიტერატურას სანამ ჩავიგდებდი ხელში მახსოვს საფრანგეთიდან ჩამოტანილი ქონდა გაზეთი კი არა ჟურნალი კავკასიონი ერქვა თუ კავკასია ქართული ემიგრაციის და ის გავიცანი და ესეც ერთ-ერთი ის იყო ფაქტორი თავიდან. ხო, აი რო გითხრათ რომ ანტაგონისტურად იყო განწყობილი ჩემი საქმიანობისა და შეხედულების მიმართ ეს ნამდვილად არასწორი იქნება, არა ნამდვილად. და რომ ეშინო და ახლა და რაც მისთვის სასარგებლო არ იყო თქვათ მისი კარიერისთვის და რაღაცა ეს კი ნამდვილად ეგრე იყო, მაგრამ ამის გამო რაღაცა სერიოზულ წინამდებობას ნამდვილად არ შევხედავ. და პირიქით შეიძლება ითქვას რომ გარკვეულად მოწონდა კიდეც, მაგრამ ეშინო. ნუ რო არ შეშინებოდა, არც იქნებოდა ალბათ ბუნებრივი. აი ეს ამდენი თვალთვალი კგბ-ს ეს რაღაც პრობლემების შექმნა ძალიან ხშირად. აი რაღაცა ეტაპზე არ გიფიქრიათ, რომ თქვათ თქვენი თანატოლებისავით, სხვა თანატოლებისავით, თქვათ აგერჩიათ რაღაცა უფრო მშვიდი ცხოვრება. აი ამ გადმოსახედიდან ნანობთ თქვათ რომელიმე ეპიზოდს ან თუ გაქვთ ისეთი სიტუაციები, რომლითაც ძალიან ამაყობთ. იცით, არჩევანი არც მქონია შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ეს თავიდანვე ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ასეთ ამის მიღება იმ რეალობის, რომელიც იყო, ჩემთვის იყო მიუღებელი. ხო, მაგრამ თქვენ მაშინ უმცირესობა იყავით, ხო? ვერ გეტყვით რომ უმცირესობა, ხო, უმცირესობა შეიძლება იყოს, ვინც გამოდიოდა ღიად, თორე შეიძლება ითქვას, რომ განწყობა ქართული საზოგადოების ძალიან დადებითი იყო პირიქით. ხო, და რაც შეეხება რომ მე იცით, ალბათ ბევრი რაღაცა უკეთესად შეიძლებოდა, ან უფრო ეფექტურად შეიძლებოდა, უფრო კარგად შეიძლება გამეკეთებიათ და უფრო მეტი შედეგი ერთადერთი რაც დასანანია ის რომ მაინც მიმაჩნია რომ მაგრამ ეს ალბათ ძალიან ძნელი იყო რომ ვერ შევძელით თქვათ პოლიტიკაში იმ ხაზის გამარჯვება, რომელიც ჩვენ გქონდა. თქვათ მე ჭავჭავაძის საზოგადოებას გულისხმობ იგივე ზურაბ ჭავჭავაძისაც და შინაგანაც სხვათა შორის მერაბ კოსტავასიც ესეთი იყო უფრო რეალისტური და ერთ სიტყვით მიმაჩნია რომ ვერ გაუწიეთ წინააღმდეგობა ну ახლა რაც შეეხება რომ საქართველოს დამოუკიდებელი გახდა ეს რა თქმა უნდა ამას არაფერი არ შეედრება და რაც არ უნდა უარყოფითი მოვლენები არ მომხდარილი იყოს შემდეგ ამის შემდეგ და ბევრი წინააღმდეგობა არ გაჩენილი იყოს ეს ფაქტი თავისთავად არის ძალიან დადებითი უარყოფ და გარდაუვალი რა თქმა უნდა ახლა ეს დამოუკიდებლობა ჩვენი მოღვაწეობის შედეგად ნამდვილად არ მომხდარა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ეროვნული მოძრაობაც იყო, თორე ეს იყო კომპლექსური მოვლენა. ჩვენ ვერ შევძელით რა, იცით, ვერ შევძელით საბჭოთა იმპერიის სხვადასხვა სცენარებისთვის, ну, საბჭოთა იმპერია კი დაემხო, მაგრამ ის მისი მემკვიდრის სახით იგივე ბოროტი ძალა ახალი რეინკარნაციით სულ მოქმედებს იმის შემდეგ. ხო და აი ამისთვის მაშინაც იგივე ეროვნული მოძრაობის დროსაც კი არამცდო მერე უკვე შევარდნაძის მეორედ მოსვლისას ჩვენ ვერ შევძელით მთელი რიგი პროვოკაციებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და აი თქვათ ისეთი გზით წასვლა როგორც ბალტიისპირეთი წავიდა ჩვენ მიგვაჩნდა რომ იმ გზით უნდა წავსულიყავით თუმცა ბალტიისპირეთის პირობები უკეთესი იყო საწყისი პირობები იმ თვალსაზრისით რომ დასავლეთს არასოდეს არ უცნია ოფიციალურად de facto კი ცნობდა ფაქტურად მაგრამ არასოდეს de jure არ უცნია ბალტიისპირეთი ხო ნუ ბალტიისპირეთი ყოველთვის მაინც ნუ ევროპის ნაწილი იყო ვიდრე ჩვენ და ამით უკეთესი ნუ თუნდაც იმიტომ რომ მე ამ უკეთესობის შემდეგ მათ შეგვასწრეს ნატოში ჩვენ ვერ შევასწარეთ ნატოში წინააღმდეგობა ვერ გაუწიეთ რუსეთს მაშინაც კი, როცა ამ წინააღმდეგობის გაწევა ნამდვილად შესაძლებელი იყო გულისხმობ აფხაზეთის ომს. აი 8 წლის ომში უკვე შეცვლილი იყო
გეოპოლიტიკური მდგომარეობა რუსეთის განწყობაც შეცვლილი იყო. აი იმ პერიოდში, როცა მათ შეძლეს ჩვენთვის დროებით, რა თქმა უნდა, მაგაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ შეძლეს აფხაზეთის ოკუპაცია, იმ დროს თვითონ ქართველების ხელით გააკეთა ეს რუსეთმა პირდაპირ ისეთი აგრესიით, როგორც ეს 8 წელში ჩვენთან გააკეთა და შემდეგ უკრაინაში, იმ პერიოდში რუსეთი მაგ მდგომარეობაში არ იყო. მაშინ მას დახევის, უკან დახევის პერიოდი ჰქონდა. არ ყოფილიყო ეს არასწორი მოქმედებები ქართველების მხრიდან. მაშინ თორე 8 წელში უკვე რუსეთი სხვა მდგომარეობაში იყო და მთელი ძალით გამოვიდა აგრესიაში და ვერავინ მას ვერ აღუდგებოდა წინ ისე როგორც თქვათ შეიძლებოდა მაშინ აფხაზეთის მოკლედ აფხაზეთს საქართველოს მაშინ ვერ დაკარგავდა რომ ეს არ გაკეთებულიყო იგივე შევარდნაძის ხელით და იგივე ქართველების არასწორი და იგივე მანამდეც ბევრად ადრეც მიმაჩნია რომ იგივე ეროვნული მოძრაობის დროსაც ჩვენი პოზიცია ყოველ შემთხვევაში თელ რიგ საკითხებში განსხვავებულიყო და მიგვაჩნდა რომ უფრო კონსტრუქციული და უფრო სხვა ნაბიჯები იყო გადასადგმელი რომ მე უკეთეს პოზიციაში ყოფილიყავით შემდეგ დამოუკიდებლობის დროს ამიტომ თვლი რომ წარმატება აი თქვენ თქვით რას ვთვლითო წარმატება და რას წარუმატებლად ამას ვთვლი წარუმატებლად რომ ჩვენ ვერ შევძელით მთელი რიგი საკითხებისში იმ გზით საქართველოს წაყვანა რომელიცაც გვინდოდა და რომ არ დაშვებულიყო ისეთი ხელისუფლების არსებობა რომელიც იგივე აფხაზეთის ოკუპაციას გახდიდა შესაძლებელს იმიტომ რომ მაშინ წინააღმდეგობის გაწევა ნამდვილად შეიძლებოდა ქართველებს არც ერთი ბრძოლა არ წაუგია იქ და უბრალოდ იგივე ქართველის ხელით გაკეთდა ეგ საქმე. და ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ საკმაოდ ესეთი გადამწყვეტ მომენტში იმყოფება ხო დღეს საქართველოს ჩვენ გვაქვს ძალიან ძნელ მომენტში ძალიან ძნელ რთულ პერიოდში ვიმყოფებით როგორ უნდა მოიქცნენ თქვენი აზრით ოპოზიცია და იგივე ქართული საზოგადოება ისე რომ წლების მერე ჩვენ იგივე არ გავიმეოროთ და არ ვთქვათ რომ ჩვენ შეგვეძლო გაგვეკეთებინა იქ ვთქვათ კონკრეტულად ეს და შეგვენარჩუნებინა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ისიც რაც აქამდე გაკეთდა იგივე აი ბოლო წლების წინააღმდეგობა მე ვფიქრობ რომ ძირითადად სწორად წარიმართა ძირითადად. ნუ ახლა იქ რაღაცა შენიშვნები მაქვს რა თქმა უნდა იგივე არჩევნების დროს ზოგიერთი გულუყვილობა იყო გამომჟღავნებული თუნდაც აი რა ქვია მას აი ეს აპარატურა რომ შემოიღეს ამერიკის ელჩმა როცა ის ტოვებდა თანამდებობას დეგნანი იყო რა წინა ელჩი მან სხვათა შორის თქვა რომ აი ამ აპარატურითო ძალიან ახლა ზუსტად სიტყვები აღარ მახსოვს მაგრამ ყურადღება გაამახვილა რომ ძალიან ადვილად ამისი გამოცდილებაც არისო და ძალიან ადვილად შეიძლებაო ზოგადად შეიძლებაო და ამას გაითვალისწინეთო გაყალბებაო საერთოდ მე მგონი ერთ ყურში შეუშვეს და გამოუშვეს კი არა არც ერთ ყურში არავის არ შეუშვია ეგ არც ახსოვთ რომ ესეთი რამ თქვა ამ ადამიანმა ხო ეგეთი რაღაც ლაფსუსები იყო მაგრამ მე გულისხმობ ზოგადად ქართული საზოგადოების როგორც თლიანის რეაქციები იგივე ამ კანონის ამბავში ევროპული ორიენტაციის ამბავში და აი ამის გააზრებაში რომ აი ამ ორი გზიდან რუსეთის ერთი არის დაპყრობის, დამონების, ეკონომიური დაჩაჩანაკების სრული გზა და აგრეთვე ომის გზა სხვათა შორის სწორედ ეგ არის და მეორე არის კეთილდღეობის გზა ამავე დროს და თავისუფლების გარდა, ну თავისუფლება მთავარია, რასაკვირველია, მაგრამ როგორც ეს ხელისუფლება უპირისპირებს თავისუფლებას და პირიქითაა საქმე, სწორედ აი ეს ევროპული გზა უზრუნველყოფს ეკონომიურ კეთილდღეობასაც და ნორმალურ განვითარებასაც და მშვიდობასაც. და აი ამ ხრივ ბოლო ხანების ქართული საზოგადოების რეაქცია ძირითადად იყო დადებითი. და რა უნდა ვქნათ? ალბათ იგივე ის ამბავი იგივე ეს გამოსვლებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თელ მსოფლიოს ვანახეთ რომ სხვა არის ქართული საზოგადოება და სხვა არის რუსული ხელისუფლება მისი ეს რომ არ მომხდარიყო ეს ასეთი გამოსვლები მაშინ ევროპის და ამერიკის რეაქცია სხვანაირი იქნებოდა იმედი მაქვს რომ ეს გლობალური ბოროტება და გულისხმობ ეს გლობალური ბოროტება დღეს განხორციელებულია პუტინის სახით. და როდესაც აი ეს ბოროტება იქნება დაძლეული
რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად საქართველოს დაადგება ნორმალურ გზას. და ფიქრობ, რომ ის ძალები, რომელიც ამას ხელს უშლიან და ღიად გამოხატავენ თავიანთ პრორუსულ და ანტიდემოკრატიულ შეხედულებებს, იმ შემთხვევაში თუ პუტინი დამარცხდა, მე ვფიქრობ, რომ ისინი წინამდებობასაც კი ვერ გაუწევენ ქართულ საზოგადოებას. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა.